ვიდრე ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე გავა, მანამდე თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში უკვე მეოთხე ღვინის ფესტივალი გაიმართა. მასში მონაწილეობა ქართული ღვინის კომპანიებმა, ასევე მცირე მარნებმა და მევენახე გლეხებმა მიიღეს. ფესტივალის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაციაა. Წარმოება 30 დიდი კომპანია, მცირე და დიდი მარანი. გარდა ამისა 40-მდე ოჯახური, საოჯახო მარანი არის წარმოდგენილი. წელს ჩვენ მეოთხედ ვატარებთ ამ ფესტივალს. ძალიან წარმატებული გამოწყება აღმოჩნდა, ძალიან ბევრი ოჯახური მარნისთვის, დიდი კომპანიისთვის იყო ეს გამამხნევებელი. წელს ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ, ერთ-ერთი ხარდამჭერები ვართ აქტიური. ქართული ღვინო ძალიან პოპულარულია. ძალიან საინტერესოა, რომ წარმოდგენილია ფერმერული მეურნეობები, ამიტომაც გლეხური ღვინო, რაც ასევე ძალიან დიდი პოტენციალის მქონეა. ზოგადად ქართული ღვინის დაცვის კუთხით ძალიან ბევრი რამე გაკეთა მართლა ბოლო პერიოდში. ეხლა DST-ის სივრცეში მიდის, თქვათ, ჩვენი ადგილწამოშობის დასახელებების დაცვა. ყაზახეთში დამთავრდა უკვე პროცედურები, ეხლა ბელორუსიაში მთავრდება. უკრაინაში მიმდინარეობს ეს პროცესი, რუსეთში დაიწყება ძალიან მალე და ჩინეთში ასევე და საქართველოს ღვინო იქნება ერთ-ერთი დაცული ღვინო შეიძლება ითქვას ყოველ შემთხვევაში სამართლებრივად. ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი გამორჩეულია და წლიდან წლამდე ჩვენ ისევე როგორც შემადგენლობით, თუმცა სულ ახალი და ახალი პატარ-პატარა კომპანია ემატება და ეს გარდა დიდი ტრადიციული კომპანიებისა სულ უფრო და უფრო მეტი არის პატარა ოჯახური ღვინო და ასე შემდეგ. ეს ჩვენი კულტურის, არა მარტო გასტრონომიის, ამით კულტურის შემადგენელი ნაწილია.